ოკუპირებული ტერიტორიის შიგნით მოხდება. დიდი მადლობა, ეს იყო პირდაპირ ჩართვა საოკუპაციო ხაზიდან და მოამბის ჟურნალისტი ნიკა მოლოდინაშვილი. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მოამბეში გასულ რეპორტაჟს ეხმაურება. დღეს ცნობილი ხდება კომიტეტის პოზიცია იმ დარღვევაზე, რომელიც ჩვენმა კორესპონდენტმა სოჩის ოლიმპიადის მედია სააკრედიტაციო ფორმაში აღმოაჩინა. ამ სააკრედიტაციო ფორმაში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სუბიექტებადაა დარეგისტრებული. თემაზე სიუჟეტის მომზადებიდან ორ კვირაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს წერილს უგზავნის, სადაც წერს, რომ არც აფხაზეთს და არც სამხრეთ ოსეთს არ აღიარებს. გამოსწორდება თუ არა მედიის სააკრედიტაციო ფორმაში აღმოჩენილი დარღვევა და რა რეაქცია მოყვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან გამოგზავნილ წერილს თბილისში. ოთარ გიორგაძე გვიამბობს. ქარტიის მიხედვით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არ აღიარებს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. კომიტეტი აღიარებს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, რომლის იურისდიქცია ვრცელდება მთელს ტერიტორიაზე, როგორც ეს აღიარებულია გაეროსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ამონარიდი წერილიდან, რომელიც საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ორგანიზაციისგან დღეს დილით მიიღო. წერილში არ არის ნახსენები რეაგირების ფორმა, რომელსაც ქართული მხარე უკვე 2 კვირა ელოდება. ჩვენ არ გვაქვს საქმე რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტთან. ჩვენ ვართ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრები და ჩვენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან პირველ რიგში ვითხოვთ აი ამ წესების დაცვას, რაც მათივე მიღებულია. ხო, რაღაც დეტალებში გაარკვევენ და ეს ხარვეზი ჩემი ვარაუდით ძალიან მალე აღმოიფხვრება. ჩვენ დაველოდებით იმ რეაქციას, რაც უნდა განახორციელოს საორგანიზაციო კომიტეტმა და ამოღებული იქნებიან ეს სუბიექტები ამ ჩამონათვალიდან. საქართველოს მთავრობაში თვლიან, რომ თემა სპორტის ფარგლებს არ უნდა გასცდეს და საკითხი ოლიმპიური კომიტეტების დონეზე უნდა მოგვარდეს. საგარეო უწყებაში გამორიცხავენ რაიმე ფორმით რუსულ მხარესთან ამ თემაზე დიალოგს. რა კუთხით უნდა იყოს დიალოგი? საქართველო მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიადაში, საქართველო არის ერთი მთლიანი სუვერენული სახელმწიფო, მისი ტერიტორიული მთლიანობა არის ხელშეუხებელი და სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის მისი შემადგენელი ნაწილები. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს დღეს საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სოჭის ზამთრის ოლიმპიადას რუსული მხარე პროვოკაციებისთვის გამოიყენებს. ჩვენ დავისურვეთ ფასი რა არის მონაწილეობის პოლიტიკური. ფასია რომ ჩვენ აუცილებლად დაგვახვედრებენ იქ ეგრეთ წოდებულ ოსურ და აფხაზურ დელეგაციებს. აუცილებლად ააფრიალებენ იმათ დროშას. აუცილებლად ჩაიდენს ყველა იმ ცირკაჩობას პუტინი, რაც ძალიან ეხერხება. აუცილებლად იქნება ექსკურსიები აფხაზეთის ტერიტორიაზე ოლიმპიადის სტუმრებისთვის. მოკლედ, ყველანაირად აგვიგდებენ აბუჩად, რაც მათ კარგად ეხერხება. სოჭის ოლიმპიადის დაწყებამდე 130 დღით ადრე მსოფლიოს ოლიმპიურ მედია რუკაზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ დამოუკიდებელ სუბიექტებად რჩება. ქართული მხარის ერთადერთ ბერკეტს კი ამ დრომდე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება წარმოადგენს. კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფლებში არსებული ვითარება და